თანამედროვე მსოფლიოში ნარკომანიასთან და ნარკოდანაშაულთან ბრძოლა გლობალურ გამოწვევას წარმოადგენს და ამ მიმართულებით არც საქართველოა გამონაკლისი. ნარკოტიკული საშუალებების გავრცელება და მოხმარება სახელმწიფოს უსაფრთხოებას, საზოგადოებრივ ჯანმრთელობასა და თითოეული მოქალაქის კეთილდღეობას უქმნის ძალიან დიდ საფრთხეს. ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა ჩვენი მთავრობის უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს. ამის დასტურია ბოლო პერიოდში საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომელმაც მნიშვნელოვნად გაამკაცრა საჭირო ნარკოტიკების რეალიზაციისთვის, შედეგად კი დანაშაულთან მებრძოლი დანაყოფების საქმიანობა გახდა უფრო ეფექტიანი ნარკოტიკების რეალიზაციის პრევენციისა და აღკვეთის პროცესში. შინაგან საქმეთა სამინისტრო სრული შემადგენლობით ინტენსიურად აგრძელებს ქვეყანაში ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისა და გავრცელების წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას და ნარკოდანაშაულში ბრალდებული პირების მიმართ კანონით განსაზღვრული მკაცრი ზომების გატარებას. საქართველოს გენერალური პროკურატურა უერთდება ქვეყნის მიერ გაცხადებულ პოლიტიკას ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხში. ჩვენ ვართ მკაცრები და ვიქნებით და გავაგრძელებთ მკაცრ პოლიტიკას ნარკოტიკების წინააღმდეგ და ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ. ის არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა და პრობლემა ჩვენი ქვეყნის მასშტაბით. ყოველდღიურად ახალი ნარკოტიკი გვევლინება, ახალი ნარკოტიკების გავრცელების ახალი გზები გვევლინება და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად საქართველოს პროკურატურა გააგრძელებს მკაცრ ბრძოლას ნარკოტიკებისა და ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტად რჩება ნარკორეალიზატორთა წინააღმდეგ ბრძოლა. 79%-ით გაიზარდა სისხლის სამართლებრივ დანაშაულში მხილებული ნარკორეალიზატორთა რაოდენობა, ასევე 32%-ით გაიზარდა ნარკოტიკულ დანაშაულთა მიმართებაში მხილებული ბრალდებულების რაოდენობა. შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები 24 საათიან რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ და საგამოძიებო ღონისძიებებს მთელი საქართველოს მასშტაბის, რაც აღკვეთილი იქნას ნარკორეალიზაციის ფაქტები.